ქალაქ თელავის მერვე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში განახლდება სკოლის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემები, მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, ეზო და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სკოლაში შექმნილ პრობლემას გაეცნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. იმყოფებით თელავის მუნიციპალიტეტის მერვე საჯარო სკოლის შალაურის კორპუსში, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს რეაბილიტაციის ტენდერის გამოცხადებას. მიღებული გვაქვს სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, სადაც მიჩნეულია, რომ კორპუსი არის რენტაბელური აღდგენისთვის და ამას ექვემდებარება. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი და დავიწყებთ სამუშაოებს. იმედს ვიტოვებთ, რომ სულ მალე ახალ თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაუბრუნებთ აღნიშნულ კორპუსს. დავათვალიერეთ სკოლის ინფრასტრუქტურა, არსებული სიტუაცია, გავეცანით ადგილზე მდგომარეობას პედაგოგებთან ერთად. მოხარული ვარ, რომ სულ მალე დაიწყება სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც იქნება 250 ბავშვზე გათვლილი და ძალიან მალე შალაურს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახლად რეაბილიტირებული სკოლა. ჩვენს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საბაზისო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება. ამ ყანჩნურის ფარგლებში დღეს განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ვეწვიეთ შალაურის სკოლას, რომლის რეაბილიტაციის დაწყებაც იგეგმება და ჩვენ შევეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ხარისხიანი განათლება თანამედროვე სტანდარტების